აბა საღამო მშვიდობის პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, ვინც თვალს ადევნებთ ახლა ტელეკომპანია რუსთავიორს. დღეს არის სამშაბათი დღეს და ეს დღე რა თქმა უნდა არის ჩვენი და თქვენი იმ ადამიანების, რომლებმაც სამშაბათი დღისთვის შეიძინეთ ბილეთები, შეავსეთ ისინი თქვენთვის სასურველი ციფრებით და უკვე მზად ხართ, რომ ჩემთან ერთად ავახმაუროთ ჩვენი ლოტოტრონი. მე რა თქმა უნდა, რამდენიმე წამში გადავინაცვლებთ ჩვენს მომგებიან ჯადოსნურ ღილაკთან, აუცილებლად ავახმაურებ ლოტოტრონსაც, მაგრამ მანამდე ხომ უნდა შეგახსენოთ ის მთავარი საქმე, რისთვისაც ჩვენ ყოველ სამშაბათს და პარასკევს რუსთავიორის ეთერში ხვდებით ხოლმე ერთმანეთს და თანაც მიზნები ნამდვილად დიადია, იმიტომ რომ ასეთი მომხიბვლელი და სოლიდურია შეიძლება თამამად ითქვას ჩვენი საპრიზო ფონდები. მოდი ჯეკპოტით დავიწყოთ. 525,042 ლარს შეადგენს ჩვენი ჯეკპოტი. მეორე საპრიზო კატეგორიაც არის ძალიან მომხიბვლელი და მიმზიდველი. 211,000 ლარს შეადგენს ის თითქმის და დაველოდოთ დღეს შედეგებს, ნახავთ ვინ მოარტყამს მიზანში, ასე ვთქვა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დღე ისევე როგორც გასული რამდენიმე კვირის წინანდელი ჩვენი შეხვედრა იყო ძალიან იღბლიანი, იმიტომ რომ იცით, რომ ჩვენ ჯეკპოტი გავათამაშეთ 2 მილიონზე მეტი, ასეთივე წარმატებული იქნება დღევანდელი საღამო. მოდი ავიღოთ სტარტი, მე აღარ დავაყოვნებ. 3, 2, 1 და დავაჭერ ჩვენს ჯადოსნურ ღილაკს ხელს და იმედი მაქვს, რომ ეს საღამო ჯადოსნური იქნება და კიდევ ერთხელ შევეთამაშებით იმ საოცარ თანხებს, რომელსაც ლოტო 642-ის ფარგლებში ჩვენ ყოველ სამშაბათს და პარასკევს ვათამაშებთ ხოლმე. პირველი მომგებიანი ბურთი უკვე ადგილზეა და ის გახლავთ 18 და მეორე მომგებიანი ბურთიც უკვე მოგორდა, საკმაოდ მაღალი ციფრი შემოგთავაზა ჩვენმა ლოტოტრონმა დღეისთვის, ის გახლავთ 42 და ველოდებთ რა თქმა უნდა მესამე მომგებიან ბურთს, ასევე ყვითელი ფერის მომგებიანი ბურთი შემოგთავაზა 6-იანი ჩვენმა ლოტოტრონმა დღეისთვის და მეოთხე მომგებიანი ბურთი. ამობრუნებული 6-იანი ამ შემთხვევაში 9-იანი მოთავსდა თავის დანიშნულების ადგილას. მეხუთე მომგებიანი ბურთიც უკვე მოგორდა ჩვენამდე, 14 დაფიქსირდა და მეექვსე მომგებიანი ბურთი გჭირდება ახლა, რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით, ლოტო 642-ის მოთამაშეებმა, რომ ჯეკპოტისთვის არის ფაქტობრივად გადამწყვეტად მნიშვნელოვანი და ის გახლავთ 33. ბონუს რიცხვი დაგვრჩა ამ შემთხვევაში და 41. მოკლედ საშუალო რიცხვებით დავიწყეთ, შემდეგ შედარებით დაბლები, მაღლები, შეიძლება ითქვას, რომ სრული მრავალფეროვნება, ამიტომ ვინც ეს რიცხვები დღეისთვის შეავსეთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე ხართ გახარებულები, ამას ოდნავ მოგვიანებით გავიგებ მე. მანამდე გადავიმეოროთ ჩვენ მომგებიანი კომბინაცია 18, 42, 6, 9, 14, 33 და 41 უკვე გახლავთ ბონუს ციფრი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიდი სიხარული, ღიამული, ღიარულებაა თქვენს ოჯახებში. სულ რამდენიმე წუთში, რა თქმა უნდა, ამ ემოციებს მე დაახლოებით მივხვდები ჩემგან ხელმარცხნივ, როდესაც გამოჩნდება შედეგები, მაგრამ მანამდე ჩვენ ყოველთვის ვაჟღერებთ ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანს და მთავარს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენ გახდეთ ასეთი სოლიდური თანხების მფლობელები. რა თქმა უნდა, რა თუ არა ბილეთი. 1 ან რამდენიმე, ყოველ შემთხვევაში კვირაში ორჯერ ის ნამდვილად ძალიან გჭირდებათ ხოლმე, სამშაბათს და პარასკევს და ამისთვის შეგიძლიათ შეავსოთ თქვენთვის სასურველი ციფრთა კომბინაციით თქვენი ბილეთები, როგორც ელექტრონულად, ასევე რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ლოტარიის სერვის ცენტრებში, ლოტოს ჭიხურებში და აქვე მისამართაც გეტყვით, ვისაც გსურთ, რომ თქვათ ელექტრონულად შეავსოთ თქვენი ბილეთები. 3w.g და შედეგები თუ შეიძლება ვთხოვ ჩვენს რეჟისორებს რომ გამოჩნდეს ეკრანზე. დღეისთვის გათამაშდა მეოთხე საპრიზო კატეგორია 1268 ლარი მოიგო ერთმა ადამიანმა, მე ამ იღბლიან ადამიანს რა თქმა უნდა ვულოცავ საკმაოდ სოლიდური თანხის მოგებას, მაგრამ მესამე საპრიზო კატეგორია დღეისთვის ვერ გავათამაშეთ, ასევე მეორე საპრიზო კატეგორია და ჯეკპოტი, რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საპრიზო ფონდები თქვენ კარგად იცით, რომ არის მზარდი და სწორედ გაზრდილი საპრიზო ფონდებით და თანხებით უკვე პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს. იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება შეუძლია რა თქმა უნდა ყველას, ასე რომ სტაბილურად იაქტიუროთ.